გვაქვს ესეთი ამოცანა. ყოველ სამეცნიერო სტატიას აქვს რეზიუმე და ერთ სამეცნიერო სტატიას მაინც დანართი. ესე იგი ჩვენ გვაქვს დაკავშირიანი წინადადება. ერთ შემთხვევაში ყველას, მეორე შემთხვევაში ერთს მაინცო. და უნდა ვიპოვოთ ამ წინადადების საწინააღმდეგო წინადადება. ჩვენთვის საკმარისი იქნება თუ რომელიმე ერთ ნაწილს მაინც დავარღვევთ. მაგალითად, თუ ვიპოვით ისეთ სამეცნიერო სტატიას, რომელსაც რეზიუმე არ აქვს, უკვე ეწინააღმდეგება. თუ ვიპოვით პასუხს, სადაც არც ერთ სამეცნიერო სტატიას დანართი არ ექნება, ეწინააღმდეგება და თუ ერთდროულად ორივე ეს ნაწილი იქნება შემოთავაზებული, ისიც ეწინააღმდეგება. შარაშენძის სტატიას აქვს როგორც რეზიუმე, ისე დანართი არ ეწინააღმდეგება. ყოველ სამეცნიერო სტატიას აქვს როგორც რეზიუმე, ისე დანართი არ ეწინააღმდეგება. ხო, ის ფაქტი, რომ ყველას აქვს დანართი, არ ეწინააღმდეგება დებულებას, რომ ერთს მაინც აქვს დანართი. ერთ სამეცნიერო სტატიას მაინც აქვს რეზიუმე და ყველას დანართი. არ ეწინააღმდეგება. თავსებადია ამ შინაარსთან. გობეჯიშვილის სტატიას აქვს დანართი, მაგრამ არ აქვს რეზიუმე. ეს ეწინააღმდეგება მოცემულ წინადადებას სტატიის რეზიუმის ნაწილში. ხო, ესე იგი, ყველას უნდა ჰქონოდა რეზიუმე, ყველას საწინააღმდეგო არის ზოგიერთი არა და ჩვენ გვაქვს აქ უკვე ერთი მაინც არა. ხო, გობეჯიშვილის სტატიას არ აქვს რეზიუმე, რის გამოც ეწინააღმდეგება. დანართის ნაწილი შეასრულა, მაგრამ რეზიუმის ნაწილი არა. შესაბამისად, D გამოდის სწორად. დარსაველიძის სტატიას აქვს რეზიუმე, მაგრამ არ აქვს დანართი, არ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ შეიძლება დარსაველიძე არ იყოს ის ერთი, ვისაც აქვს მაინც დანართი. შესაბამისად, სწორი პასუხი აქ არის D.